მოგესალმებით ქვემო ქართლიდან, სოფელი წოფიდან. ავიწყებთ აგერ ამ უძველესი ადგილიდან, სადაც უნდა ყოფილიყო ციხე. ჩვენ ამ ადგილს ვეძახით, ესე იგი, წოფის არქეოლოგიურ არეალს. ეს სახიზრებია. დიდი ალბათობით შუა საუკუნეების არის, მაგრამ ისე კვლევას საჭიროებს, რა თქმა უნდა, კიდევ ამ მხრივ არის საინტერესო, რა კავშირები აი ნეანდერტალები გავრცელებულები იყვნენ შუა აზიაში. შუა აზიაში ასევე გვხვდება სხვა სახეობა დენისოვიელების სახით. როგორც ვიცი, აქ უნდა ნახოთ, ეხლა აქ არის უფრო სწორედ ნეანდერტალელის კვალი, ხო? ადამიანის ერთ-ერთი სახეობის კვალი, რომელიც პირადად მე ყველაზე მეტად მაინტერესებს. რეალურად ტექნიკას უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ტექნიკა აქამდე ვერ მოვიდა და ამიტომ ხელით მოგვიწია მუშაობა. შეიძლება ითქვას. ნახე რა მაგარი რაღაცაა. ზემოთ არის მიტოვებული კარიერი, რომელიც სავარაუდოდ კი არა, გასული საუკუნის 50-იან წლებშიდან დაიწყო ექსპლუატაცია, რადგან ეს ქანები არის იურული პერიოდის გამარმარილოებული კირქვები. ეს მინდა რომ მითხრა რა არის, ეს არის ახლა ჭრილი არის, რომელიც ბოლომდე დავიდა, ამ შემთხვევაში ეს იყო სატესტო თხრილები. აქ არის აღმოჩენილი, ხო, უძველესი, ესე ვთქვათ, როგორც ღვინის კვალი ან რაღაც კონკრეტულად ციფრები, ასევე არის ეს შედარებით ახალი კვლევაა, ბოლო კვლევა, როცა საუბარია ხორბალზე, ხო? ეხლა ღვინო მნიშვნელოვანი მონაპოვარია კაცობრიობის ჩემი პირადად. ასია. აფასებ ღვინოს, ხო? რა თქმა უნდა. ვა, რა მაგარია, ხო და. რამდენიმე ძეგლზე კვლევა მაჩვენა, რომ აი ეს კომბინაცია, რომელიც საბოლოო ჯამში მივიდა აი პურის დღევანდელი, ანუ ასე ვთქვათ, როგორი სახითაც გვაქვს ეს ხორბალი, ნუ აი დაახლოებით აი ეს კომბინაცია ადამიანმა უკვე ესე იგი გამოარჩია. კულტურული მემკვიდრეობის ამდენი ძეგლი როცა გააქვს რეგიონში, არ შეიძლება რომ ესე ყურადღების მიღმა დარჩეს, ხო? სამეცნიერო ინტერესი აშკარად არსებობს საზოგადოებაში და ეს ინტერესი უნდა გაღვივდეს. შეიძლება მართლა ბევრმა არ იცოდეს, რომ რა ვიცი, ეგ თბილისიდან 60 კილომეტრში ესეთი მნიშვნელოვანი ძეგლია. მოგესალმებით ქვემო ქართლიდან, სოფელი წოფიდან. დავიწყებთ აგერ ამ უძველესი ადგილიდან, სადაც უნდა ყოფილიყო ციხე და რეალურად დროსაც რო გავყვეთ, ვიწყებთ უძველესი, ესე ვთქვათ, ქვის ხანის პერიოდიდან და შემდეგ უკვე მოვყვებით შუა საუკუნეებამდე, ხო? და საბოლოო ჯამში შემდეგ უნდა ვნახოთ ასევე ღვინის და ხორბლის უძველესი კვალი, ზოგიერთ მეცნიერ იმას ამბობს, საერთოდ მსოფლიოში უძველესი არის, ხო? ჩვენთან ერთად იმყოფება არქეოლოგი ნიკოლოზ ციქარიძე, რომელიც ჩვენთან ერთად იმოგზაურებს და გაგვიძღვება, ესე ვთქვათ, ამ მოგზაურობაში. ნიკოლოზ, რას გვეტყვი, ესე იგი, ანუ ზუსტად როგორი გზა გვექნება აი აქ და რო ავდივართ, ალბათ მაგით დავიწყოთ და მე ნელ-ნელა უკვე გზა გავშლით, ხო? ხო, შეგვიძლია ავიდეთ ალბათ. ზოგადად ძალიან საინტერესო ადგილია და ჩვენ ამ ადგილს ვეძახით, ესე იგი, წოფის არქეოლოგიურ არეალს, იმიტომ რომ ძალიან დახუნძრულია ძეგლებით სხვადასხვა პერიოდის და ზუსტად აი აქ ეხა ამ ადგილას ჩვენ სამ სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლს ვიკვლევთ და ამითიც მოკლედ კიდე ერთხელ ხაზი ესმევა, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ეს კულტურული მემკვიდრეობა და ასევე ბუნებრივი მემკვიდრეობაც ვაქციოთ რესურსად, რომელიც ქვეყანას აი მეცნიერების სახით წინ გაუძღვება. ეს სახიზრებია. დიდი ალბათობით შუა საუკუნეების არის, მაგრამ ისე კვლევას საჭიროებს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დეტალურს. ზოგადად ეს რეგიონი ეს დასაზვერი არის წესით, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო რაღაც გვხდება. ყველა პერიოდში გვხდება, მოკლედ აი ეს არქეოლოგიური ძეგლები და რაც მნიშვნელოვანია, აი ამ შემთხვევაში
ქვის ხანის ძეგლები ძველი ქვის ხანის ძეგლები შედარებით ნაკლებად გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში ზოგადად. თუ არ ჩავთვლით უფრო როგორ გითხრათ, ძველი ქვის ხანის საწყის ეტაპს, მაგალითად ვანისი და ოროზმანის ძეგლებს თუ ავიღებთ, სადაც ასევე მუშაობთ, ხო? მაგრამ ეს არის უკვე ეს პერიოდი არის უფრო შუა პალეოლითი, ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე ნეანდერტალელები ვრცელდებიან ამ ტერიტორიებზე და ამ ხრივ არის საინტერესო რა კავშირები ნეანდერტალები გავრცელებულები იყვნენ შუა აზიაში. შუა აზიაში ასევე გვხვდება სხვა სახეობა დენისოვიელების სახით, დენისოვას ღვინეა და იქიდან და ასევე ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში და კავკასიაში რა ხდებოდა ეს უფრო დღევანდელი მეთოდოლოგიის და ესე იგი ტექნოლოგიების გამოყენებით შეიძლება კიდევ უფრო დაწვრილებით ვიცოდეთ, იმიტომ რომ სხვაგან ხა ევროპაში მაგალითად უფრო ბევრი ძეგლია შესწავლილი, უფრო ინტენსიურად გამოიყენება ეს ტექნოლოგიები და ჩვენთან ამ კრიზისების ფონზე უფრო რა თქმა უნდა გვიჭირს რა. ამიტომ სიახლეები მოაქვს რა ამ რეგიონს ამ ხრივ. როგორც ვიცი, აქ უნდა ვნახოთ, ეხლა აქ არის უფრო სწორედ ნეანდერტალელის კვალი, ხო? ადამიანის ერთ-ერთი სახეობის კვალი, რომელიც პირადად მე ყველაზე მეტად მაინტერესებს, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს ნეანდერტალელი იყო საკმაოდ კარგად აზროვნებდა რა. ადრე როგორც ვიცი, ძველი ნამარხები რო აღმოაჩინეს, მაშინ რაღაც ეგეთი განწყობა იყო, რომ დიდად მოაზროვნეა ეს არ უნდა ყოფილიყო ეს სახეობა, თუმცა მე მიუთითებს იმაზე, რომ ხელოვნება ქონდა ამას თავისი, ხო? ნიმუშები ქონდა, რა ვიცი, ამუშავებდა ქვის იარაღებით დაწყებული, ასე შემდეგ და თან ეს რეგიონი იყო, ერთ-ერთი რეგიონი იყო, სადაც ხდებოდა ალბათ უბრალოდ შეიძლება მომხდარიყო გადაკვეთა, მაგრამ ჩვენ როგორც ვიცით, როდესაც ჰომო საპიენსი შემოდის აქ, დაახლოებით მაგ პერიოდში ქრება, ხო, ნეანდერტალელი. ჩვენ ახლა სადაც ავდივართ, უნდა ვიყოთ არა ჰომო საპიენსი, არამედ ნეანდერტალელის კვალი. ხო, ჩვენ ახლა მაგის გარკვევა გვინდა, რომ აქ როდის მოვიდნენ ნეანდერტალელები ამ ტერიტორიაზე რა. ახლა ესე უნდა ავიდეთ რეალურად და იქ უკვე ადგილზე ვნახავთ თვითონ. ოკეი. საინტერესოა. ესე ავდივარ? ესე. მართლა, ვა. საკმაოდ რთული გზა გქონია. არა, მე დავრჩები და. და ნეანდერტალელი ესეთ გზაზე ადიოდა. ნეანდერტალელი ლიფტი ხო არ ქონდა? ამორბოდა აქ რა. აი ხო არიან რა კონსპიროლოგები რო გონიათ, რომ უძველეს დროში ადამიანებს რაღაც მეტი შესაძლებლობები ქონდა და შემდეგ. ნუ ეხა ვართ აი წოფის დანგრეო გამოქვაბულს ასე ეძახიან, უბრალოდ მისი აღმოჩენი, ესე იგი გურამ გრიგოლია, ესე უწოდებდა ამ ადგილს და რეალურად აქ ესე იგი ტყე იყო რა, პატარა ბუჩქების და აი რაღაც ძეძვების და ასე შემდეგ და გავწმინდეთ იმისთვის, რომ გამოგვეჩინა და მოკლედ დიდი შრომა დაგჭირდა, იმიტომ რომ ეს რეალურად ტექნიკას უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ტექნიკა აქამდე ვერ მოვიდა და ამიტომ ხელით მოგვიწია მუშაობა და ანუ ძალიან ისეთი ცოტა რთული იყო იმასთან შეჯახება, ასე ვთქვათ, რომ თავიდან ბევრი რამე კი საერთოდ არ გვიპოვია და რაღაცა ეჭვის თვალითაც უყურებდით, მაგრამ მე აღმოჩნდა რაღაც მასალები, მოკლედ საინტერესო და აი ეხლა ეს რასაც ჩვენ უყურებთ, აქ არის, ესე იგი ხო არ ავიდეთ. ხო, შეგვიძლია. აი იქიდან შევხედოთ, ჩანს კიდევაც კონტური, რომ რაღაცა დიდი ნაპრალი შეიძლება, რა ვიცი როგორ შეიძლება ღვიმე ყოფილიყო, თუმცა მაგალითად მაშინდელი ესე გეოლოგების მიერ ვითარდებოდა ესეთი აზრი, რომ ეს უფრო ნაპრალი იყო ვიდრე ღვიმე. ხო, და შესაბამისად ახლა აქ როგორ ჩანს ადამიანი უკვე შუა პალეოლითში ცხოვრობდა. ახლა შუა პალეოლითი დიდი პერიოდია და ახლობებით 400.000 წლის წინ იწყება და თქვათ თავდება 40.000 წლის წინ და ახლა ჩვენ გვაინტერესებს მოკლედ აქ აი სად მოვედით ხო? აი ეს არის სავარაუდოდ ის ადგილი, სადაც გათხრები მიმდინარეობდა და ახლა ჩვენ არქეოლოგებს გვაქვს ეს წესი, რომ რაღაც ნაწილს ვტოვებთ მომავლისთვის, მომავალ თაობებს და ტექნოლოგიებს ვტოვებთ ხოლმე. აი ეს ადრე ხდებოდა, ანუ აქ რა. ხო, ანუ აი ეგ დიდი ალბათობით ეს ადგილი იყო გათხრილი და ეს არის ის დარჩენილი, ვთქვათ,
ფენები, სადაც დიდი ალბათობით შეიძლება ხა ჩვენ მაგაზე მუშაობთ, რომ გავარკვიოთ ეს ფენები, ამ ფენების ხასიათი, რამდენად თავდაპირველ მდგომარეობაშია, შეიცვალა რამე, არ შეიცვალა, შეიძლება ამ ფენების დათარიღება არა, აი ამ კვლევის პროცესში ვართ. ერთადერთი აი რაც შეგვიძლია ეხლა ნამდვილად ვთქვათ, აგერ მიკვლეული მასალა რაც არის, ამის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ნამდვილად ადამიანი ეს ანატკეცი არის თქვათ. აი ეს არის ანატკეცი, ანუ ქვას-ქვაზე რო ურტყავდა, რაც წარმოიშობა და მე მაგას იყენებდნენ იარაღად. ფუნდამენტური ელემენტია მოკლედ ამ ქვიშხანის კულტურებში და აი ეს არის მაგალითად ესე იგი სახოკი. შეიძლება ითქვას. ახი რა მაგარი რაღაცაა. ასევე დიდი ალბათობით ნუკლეუსი. ანუ ეს რო ეხა ნუკლეუსიც არის, რაც არის. იმას ვთქვათ, ურტყეს მოკლედ ეს ქვები და ესეთი ტიპი რომ მიიღეს, მე ანუ ანატკეცს შენიძახე, მე ამას იყენებდნენ უკვე სხვადასხვა დანიშნულებით. ანუ შუა პალეოლითი იმით გამოირჩევა, რომ აი ტექნოლოგიურ რევოლუციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანი იწყებს უკვე ანუ აი ნუკლეუსი არის ის ქვის ესე იგი ბლოკი, საიდანაც ხდება ანატკეცების მიღება. აი აქ მაგალითად დიდი ალბათობით დარტყმის წერტილი აქვს, ანუ ჩვენთვის ეხლა შეიძლება მაყურებელმა იფიქროს, რომ აი რა იციან, რომ ადამიანს გაკეთებულია და აქვს ამ მოკლედ თვითონ ნუკლეუსს, ანუ რისგანაც კეთდება ეს ანატკეცი მიიღება და მათ შორის იმ ანატკეცს მახასიათებლები, რომელთა კომბინაციაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის მიერ არის შეგვიძლია მაჩვენო ეს აი ეხლა მაგალითად აი დარტყმის ეს არის წერტილი, აქ ამას ნეგატივი ქვია, საიდანაც ანატკეცი იქნა აღებული რა. და ეს შენიას როდინდელი შეიძლება იყოს? ეს არის ზუსტად იგივე მასალა, რაც ბატონმა გურამმა თავის დროზე მოიპოვა და ეროვნულ მუზეუმში დაცული ის მასალები, მათ შორის ბოლნის მუზეუმშიც არის გამოფენილი და ამას ნეანდერტალელი იყენებდა თუ ამას ხო ზუსტად ჯერ. ნუ ჰომო საპიენსი მაშინ ჯერჯერობით არსებობს მტკიცებულება, რომ ეგრე-ადრე ამ ტერიტორიაზე ხო, ჩვენ ვიცით, რომ ჰომო საპიენსი საქართველოს ტერიტორიაზე სადღაც 46000 წლის წინ ჩდება და მანამდე თქვათ ნეანდერტალელი გადაშენდება, ანუ 47000 წლის წინ ეს ახლა ესე იგი ორთვალა კლდე არის ესეთი ძეგლი დასავლეთ საქართველოში და იმის ესე იგი კვლევის შედეგებია ეს. ახლა ჩვენ კიდე ცუცხვათში ვმუშაობთ საკაჟიაში ასე შემდეგ, ის ცოტა სხვა სურათია, მაგრამ კვლევის პროცესში ვართ და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ აი ამ რაღაცა საიდუმლო მოცული ამ თქვათ იმის გარკვევას რა, რომ აი როდის მოვიდა ნეანდერტალელი, რა ურთიერთობა ჰქონდა ჰომო საპიენსთან, იმიტომ ჰომო საპიენსთან მოასწრო თუ არა აქ გადაკვეთა. ხო, ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად შეჯვარებ ეს ესე ვთქვათ რა, ეს გვიან პლეისტოცენი არის, ეს არის პერიოდი, დაახლოებით 126000 წლის წინ იწყება და გრძელდება, ვთქვათ 11000 წლის წინამდე. აი ამ პერიოდში და ასევე მანამდეც ჩანს, რომ ეს სხვადასხვა ჰომინინები, ანუ ჩვენი ევოლუციური, ასე ვთქვათ, მონათესავი სახეობები ჯვარდებოდნენ ერთმანეთთან. ხო გვაქვს კი, აი დენისოველები ნეანდერტალელთან, ნეანდერტალელები, ვთქვათ, ჰომო საპიენსთან, ჰომო საპიენსი დენისოველებთან, მე მათ შორის უფრო არქაული, ესე იგი სახეობები შეიძლება ვთქვათ, ჯვარდებოდნენ ასევე და აი ეს რაც კომბინაცია მივიღეთ ამ სახეობებს, თუმცა ეს აი სახეობა რა არის, ეს დღესაც დავის საგანია და ცალკე რაღაც ფილოსოფიური ისინი. მოკლედ აი აქ იდეა ეს არის, რომ ჩვენ გვინდა რომ აი ეს ძველი ფენებს მივაგნოთ, მათი ხასიათი აღწეროთ და ძალიან გვინდა რომ დათარიღება შევძლოთ და თუ შევძლებთ დათარიღებას, ეს ნიშნავს რომ აქ უკვე ახალი არქეოლოგიური სიცოცხლე ჩაიბერება, თქვათ აღმოსავლეთ საქართველოში, იმიტომ რომ ცოტა ძეგლი გვაქვს, როგორც თქვი, ამ პერიოდის აქ. აი ისეთ კითხვას დაგისვა დილეტანტურს. რამეს შეიძლება ეხა აი აქ იმალებოდეს ესეთი მნიშვნელოვანი. აქ არის ეს მასალები აქედან არის, ანუ ეხა რო აგიხსნათ, ეს არის ესე გაწმენდის დროს მიკვლეული ესე იგი მასალები, რომლებსაც რა თქმა უნდა ვინახავთ, რა თქმა უნდა ვიცით სად როგორ რანაირად არის, უბრალოდ ეს იყო რახან გაწმენდისას არის ესე იგი მიკვლეული კუთვნილების საკითხა აქედან როა ნამდვილია, მაგრამ აი როგორ მოხდა მანდ ხა ჩვენ მაგალითად აი მე უკვე გათხრებს როცა დავიწყებთ არქეოლოგიას, ესე გაწმენდითი სამუშაოები. მე უკვე ვთქვათ ტაქეომეტრის მეშვეობით თითოეულ ესე იგი აღმოჩენილ ასე ვთქვათ არტეფაქტი იქნება, ეს იქნება თუ ძვალი იქნება თუ ასე შემდეგ, ყველაფერს ამას ვაფიქსირებთ მე დეტალურად და რა თქმა უნდა მე ხდება მას სივცითი რეკონსტრუქციები ასე შემდეგ როგორ მოხდა ამას. ძვალი თუ იპოვე აქ? კი, ძვალი ძვლებიც არის რა. აქ ეხა
როგორც უფრო პალეონტოლოგები ამბობენ, უფრო აი შუა პლეისტოცენის ცხოველთა ძვლები ნაშთები გვხვდება და ეს იმაზე მეტყველებს, რომ შეიძლება მართლა ძალიან საკმაოდ ძველი იყოს რა დაახლოებით, რა ვიცი, 126,000 წელზე უფრო გაცილებით ძველი. მაგრამ აი ესეც ჯერჯერობით არის იმის კვლევის საგანი რა, რომ აი ზუსტად დავასაბუთოთ ყველაფერი და ჩვენ სხვათა შორის სტატია გამოვაქვეყნეთ შარშან, სადაც აი ეს შუა პალეოლითის პერიოდი, ზუსტად აი პერიოდზე რასაც ვლაპარაკობთ, ეს მოკლედ ასახულია ჩვენი ახალი შედეგები, კვლევის შედეგები, ძველი შედეგები და რაღაცა კომპილაციური ნაშრომი გამოგვივიდა საკმაოდ კარგ ჟურნალში. ამას დაგიბრუნებ, თორე ხო გონება მეუბნება, რომ ჩიბეს ჩაიდე ერთი ძალები და ისე მომეწონა ეს სახში რომ კონდეს. ვიღა ნეანდერტალის დამუშავებული ძალიან მინდა. ხო, არა გენაცვალე მუზეუმში. დაკარი თქვა და შენც გექნება შენ. მე ჩემი თავი არ მაინტერესებს ნეანდერტალი. სხვათა შორის იმ დღეს ერთმა ჩვენმა სტუდენტმა გააკეთა ერთი ქვის იარაღი და მაგას ვეუბნებოდი რომ აქედან წაიღეთ, იმიტომ რომ არ აგვერიოს. ვერავედით ზემოთ იმის გამო რომ იქ ფიზიკურად გზა არ არის, ხო? და მაგაზე გული დამწყდა ძალიან და იმედია ოდესმე გაიყვანენ გზას, იმიტომ რომ არა მარტო ჩვენ ხო ბევრ ადამიანს მოუნდება ნახოს, იმიტომ რომ იქ დრონით გადავიღეთ კადრები. ძალიან საინტერესო იყო. და მოკლედ ჩვენთან არის გეოლოგი რუსლან ჩაგელიშვილი, გამარჯობა კიდევ ერთხელ და მაინტერესებს აი რო გვითხრათ რა ხდება იქ ზემოთ, იმიტომ რომ ჩვენ ფიზიკურად კიდევ ერთხელ როგორც ვიტყვი ვერ ავახცი. ზემოთ არის მიტოვებული კარიერი, რომელიც სავარაუდოდ კი არა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო ექსპლუატაცია, რადგან ეს ქანები არის იურული პერიოდის გამარმარილოებული კირქვები. ხდებოდა ამ ექსპლუატაცია ამ გამარმარილოებული კირქვების, რომელიც არაჩვეულებრივი მასალაა ინტერიერისთვის, ძალიან ესეთი კარგი ფერის და კარგი მოსაპირკეთებელ მასალას წარმოადგენს და ეხლა მიტოვებული, ადრე ალბათ დიდი მანქანები მოძრაობდნენ, ეხლა მიტოვებული. აქ ამოდიოდა დიდი მანქანა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კარიერი იყო და გამოქონდა და არ არის გამორიცხული, რომ არა მარტო თქვათ მოსაპირკეთებლად მუშაობდნენ, არამედ იმიტომ რომ იქ ნახე რაღაც საკირეებია და როგორც ჩანს, კირსაც წვავდნენ აი ამ ქანებისგან. და ძალიან ესეთი საინტერესო ლამაზი მასალაა, რომელიც მაგალითად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თითქმის ყველგან არის იატაკზე დაგებული და კიდე ბევრ ესეთ კარგ შენობებში მინახავს. მოკლედ ახლა ესე იგი აქედან წამოვედით რეალურად, ხო? იმიტომ რომ სადაც ვიყავით რეალურად ეს ადგილია. შემდეგ გამოვიარეთ, პატარა ჭაობი გქონდა, გზა დიდ ჭაობს როგორ მე გავართვით თავი და შემდეგ მოვიდა აქ. ეს არის ენეოლითის პერიოდის, ესე იგი, ძეგლია, ნამოსახლარია, რომელსაც 50 წინა საუკუნის 50-იან წლებში თვლიდნენ და ეს არის ზუსტად აი რასაც ვამბობდი, ეს არის გარდამავალი პერიოდი ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანაზე, ესე რომ ვთქვათ, ანუ ადამიანს წარმოდგენა ექნება მეტალებზე, მის ტექნიკურ მახასიათებლებს ეცნობა და ნელ-ნელა გადადის უკვე ანუ ისახება მეტალურგია. ხო და აი ეს ძეგლი მაგითია მნიშვნელოვანი, როგორც ზემოთაც ვილაპარაკეთ ამაზე, რომ თარიღი ზუსტი არ აგვაქვს და ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ის ძველი გათხრები გავაგრძელოთ და მეტი სიახლე, მოკლედ სიახლეს მივაკვლიოთ რა. და პირველი შედეგები ის იყო, რომ გავთხარეთ, ეხლა რაღაც მასალა წამოვიდა და უკვე შეგვიძლია, რომ მომავალი ეტაპი თუ მოკლედ შევძელით და მოვიძიეთ ეს ფინანსური საშუალებები ამ საგრანტო სამეცნიერო საგრანტო პროექტებიდან, მე ვეცდები რომ დავათარიღოთ და დათარიღების შემთხვევაში უკვე შეგვიძლია, რომ რაღაცნაირად უფრო მეტად თქვათ ან შევადაროთ სხვა ძეგლებს, ასევე დიდი ალბათობით სხვა ძეგლებიც გამოჩნდება აქ ნელ-ნელა და შესაბამისად რეგიონის შესახებ უფრო მკაფიო ინფორმაცია გვექნება. ეს მინდა რომ მითხრა რა არის, იმიტომ რომ ეს არის ახლა ჭრილი არის, რომელიც ბოლომდე დავიდა, ამ შემთხვევაში ეს იყო სატესტო თხრილები იმისათვის, რომ რაღაც ზოგადი წარმოდგენა გქონოდა და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ ალბათ იმის მიხედვით თუ თქვათ აი ნახა ძველ ნახაზებთან, ან ჩვენ სულ ესე მუშაობთ ხოლმე, ვცდილობთ რომ ის ძველ ნახაზებთან
მოვიყვანოთ, ესე იგი, თანხwebdriverში ახალი ნახაზები ხომ რომ აი ეს წყვეტა არ მოხდეს საინფორმაციო, საველე საბოლოო ჯამში როგორ შეიძლება ეს რომ გამოიყენო? ეს ეხლა რეალურად უნდა გავაფართოვოთ, ის რაც გაკეთდა, გამოქვეყნებულია ის ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ეხლა აი ამ ყველა ძეგზე საჭიროა ხელახალი კვლევები, ახალი ტექნოლოგიების ჩართვა, ახალი ინფორმაციების მოძიება და მე რა თქმა უნდა თეორიული არქეოლოგიის ჭრილში ამაზე საუბარი და გააზრება. ამიტომ ჩვენ ახლა საწყის ეტაპზე ვართ და იმედი მაქვს რომ რამდენიმე წელიწადში აქ უკვე საკმაოდ კიდევ უფრო მეტის თქმა შეგვეძლება და უფრო საინტერესო ამბებს მოგიყვებით ამ ტერიტორიაზე. იმედი მაქვს რომ უფრო რაღაც ისეთი რო იქნება კიდე იქ გადავიღებ. მაგრამ ეხლა მივდივართ რეალურად აი თავში რაც ვახსენეთ უნდა ნახოთ ადგილი, სადაც არის ეს ერთ-ერთი უძველესი კვალი. ის უფრო ძველია, მაგალითად ეს არის დაახლოებით ესე იგი, ხო, 6000 წლის წინანდელი პერიოდია და ჩვენ უფრო კიდე ადრეულ პერიოდში ნეოლითში მივდივართ ეხლა სადაც 1000 წლის წინდელია, ხო? ხო, ის უფრო ძველია და რა თქმა უნდა იქ უკვე სხვა საინტერესო რაღაცეებს ვაწყდებით ასევე. მოკლედ მოვედით გადაჭრ გორასთან და ეს ადგილი არის ზუსტად ის რაც ვახსენეთ, სანამ აქ მოვიდოდით, რომ აქ არის აღმოჩენილი, ხო, უძველესი, ესე ვთქვათ, როგორც ღვინის კვალი ან რაღაც კონკრეტულად წიფწები, ასევე არის ეს შედარებით ახალი კვლევაა, ბოლო კვლევა, როცა საუბარია ხორბალზე, ხო? ხო და რაღაც მე პირადად ვარ მართლა აქ და ძალიან მაინტერესებს რა ხდება რა, იმიტომ რომ აქ როგორც ვთქვი, ეს არის რაღაცა გადახურული, ხო? კი. ხო, ანუ იდეა არის, რომ ეს არის რაღაც მუზეუმივით უნდა გაკეთდეს. ამ ჩავიდეთ დიდი ალბათობით და შეიძლება მე მაინც ცოტა კრიტიკულად ვარ რაღაცა გადაწყვეტაში ვთქვათ რაღაცები სხვანაირად ფიქრობ რა, ანუ მუზეოლოგიური და ვთქვათ შეიძლება ითქვას ანუ აი მუზეოგრაფიული თვალსაზრისითაც და შინაარსობრივადაც განცილებით სხვანაირად. ალბათ ნუ მე მომავალში შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ აი მე მაგალითად ცოტა სხვანაირად გავაკეთებდი, მაგრამ ეხა როგორც ამბობენ, რა ვიცი, გააჩნია რა ჩატ და ჩამოყვები. თან ხო, ნუ მოკლედ რა ვიცი, აი შეიძლება რომ უფრო ესე ცოცხალი იყოს ეხა. სხვათა შორის მე რაღაცა ინფორმაციას რომ ნახულობდი ამაზე რა. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ამერიკული სამეცნიერო ჟურნალმაო კაცობრიობის ისტორიაში 10 ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენას შეიყვანაო რა, უგულისხმობ ეს ღვინის კვალზე, რაც ნუ როგორც მასე არის და თან ეხა ღვინო მნიშვნელოვანი მონაპოვარია კაცობრიობის ჩემი პირადი აზრია. აფასებ ღვინოს, ხო? რა თქმა უნდა. ვა, რა მაგარია. ხო და ესე უნდა წავიდეთ, მე მგონი ჩვენ მეგობრებო, აი აქედან ესე უნდა ამოვიდეთ, იმიტომ რომ აქ მანდ ფენებია და არ შევეხოთ. ესენი ხა უღელებია დატოვებული, რომ ის იყოს, რა ქვია. შესამჩნევი იყოს, გასაგები იყოს მოკლედ რაღაც. ხო, ანუ რეალურად სტრატიგრაფიული კავშირია, რომ უფრო გასაგები გახდეს რა, ამიტომ ტოვებენ ხოლმე ამ უღელებს. ანუ ეს დაახლოებით ესე იგი რა პერიოდი არის? ეს არის 8000 წლის წინანდელი, ანუ აი 8000 მოსავალი რა. ხო. ამასთან დაკავშირებული რეალურად. იმიტომ ქვია, მე როგორც ვიცი, ეგრეა, რომ და ანუ რა თქმა უნდა მსგავსი ესე იგი ძეგლები არის სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც. დაახლოებით გვაქვს წარმოდგენა, ანუ აი როგორი კულტურა უნდა ყოფილიყო, ანუ დაახლოებით შეგვიძლია. დაახლოებით როგორ აქვს აქედან კერამიკაც არის, დიდი რაოდენობით ქვის სხვათა შორის ობსიდიანის სხვადასხვა ტიპის ქვის იარაღები გვხდება, საფქვავები, ასე შემდეგ, ანუ რეალურად მთლიანად ისა უბრალოდ ბევრი ენიგმაც არის, ახლავს თან რა. არხებია რაღაცა გაყვანილი, რომელთა მნიშვნელობაც სადაოა და სადებატოა. ვთქვათ, აი მაგალითად ამ შენობების ზომაც ხშირად არის საკამათო, ანუ რიტუალურია, საცხოვრებელია, როგორ არის, რანაირად არის, მოკლედ ბევრი ეს ენიგმა არსებობს და ამაზე უახლესი დებატი გქონდა ეხლა რამდენიმე თვის წინ, როცა ვთქვათ, ამ საკითხებზე
ისაუბრეს ჩვენმა კოლეგებმა, ვინც აი ამ ადრესამიტად მოქმედო კულტურებში მუშაობს აქტიურად. მაყურებელმა რომ მასშტაბები უფრო კარგად აღიქვას, ანუ აი დაახლოებით რა ზომებზე არის საუბარი, კედელზე. აი ხა რასაც ხედავთ ეს, ანუ სიმაღლეში შეიძლება მეტი ყოფილიყო, თუ აი მაგას გულისხმობ. კი, რა თქმა უნდა, ეს ეხა ხო, არის რაღაცა ხო, მაგას ვამბობ რა, რომ და მე ნუ აი ვიღაცა შეიძლება ეხა უყურდეს და იფიქროს რომ ზოგადად უფრო პატარები, ზოგადად კიდევ უფრო პატარებიც არის და ამიტომ ხშირად არის ხოლმე რომ აი რა რისთვის გამოიყენებოდა და დანიშნოს ცხოვრობდნენ შიგნით თუ რაღაცა სხვა დანიშნულება. ნუ მოკლედ ის არის რა, ეგ სადაო საკითხია და რაც შეეხება მე ან მნიშვნელოვანი ის არის, ეს ხორბალიც რა თქმა უნდა ეხა ეს აღმოჩენა გადამწყვეტია და ძალიან დიდი წარმატება. ხორბალიც ზუსტად აქ არის. ანუ ზოგადად აქ შულავერის გორა, იქით იმირის გორა, იქით ხრამის დიდი გორა, ასევე ახალი დაწყებულია უკვე 2 არა მე მგონი 1-5 წელია ითხრება თქვათ იმის მაშავერას გორა, რომელიც ახალი, ნუ ისეთი ახალი არ არის თლათ, მაგრამ ნუ ეხლა უფრო ინტენსიურად იკვლევა და მოკლედ ინტენსიურად გამოიკვლევა ეგეც და ნუ რეალურად ახლა ამ რაღაც რამდენიმე ძეგლზე კვლევა მაჩვენა რომ აი ეს კომბინაცია რომელიც საბოლოო ჯამში მივიდა აი პურის დღევანდელი ანუ ასე თქვათ როგორი სახითაც გვაქვს ეს ხორბალი ნუ აი დაახლოებით აი ეს კომბინაცია ადამიანმა უკვე ესე იგი გამოარჩია უკვე რა, იმიტომ რომ ეს მაგალითად უფრო ადრეულ პერიოდებში, ანუ დომესტიკაცია უფრო ადრეც მოხდა. უგონთ სხვადასხვა ჯერ იწყება, ესე იგი გობეკლი, თეფეთი იწყება, სადაც ნუ იქ როგორც ჩანს კრებდნენ, მაგრამ მაინც თვითონ არ მოყავდათ. მე უკვე სხვა შემდეგ პერიოდში უკვე ეს გონ თურქეთის ტერიტორია. ხო, თუ მე შემდეგ პერიოდში უკვე ჩათალხუიუკში და ასე შემდეგ იქ უკვე ფაქტია, რომ არის საქმე გვაქვს, მაგრამ ამ დომესტიკაციასთან როგორც სხვა იქ არის უფრო გარდამავალი პერიოდი, რაღაცნაირად სხვადასხვა ტიპის ხორბალი გვხდება, რომლებიც მე თქვათ ერთად იმკება ხო და მე არის უკვე აი ეს ფაზა, როდესაც უკვე სრულიად აკონტროლებს ადამიანი ამ სცენარეს. მე მაქვს სხვა შორის აი აქ მე მგონი აქ არის აღმოჩენილი ქვევრი რა, ანუ ვიდეო მაქვს ნანახი ქვევრი და რომელიც არ უნდა რაღაცები არის ამ ფორმები აქვს ხო ამ კედლების კვლევის შედეგად და ქიმიური კვლევის შედეგად დადგინდა რომ ზუსტად ამ ჭურჭელში ხდებოდა მოკლედ ჭურჭელი მაქვს რა ნახე ვიდეოში და რაღაც ძალიან ის ხო რა ლამაზი იყო და გაფორმებებიც ჰქონდა რაც ყველა საინტერესოა რა ეგ ეუნიში რა თქმა უნდა გაფორმებები ეს არის მნიშვნელოვანი. ხო ზოგჯერ ხო ისეთი აღქმა ხდება ხოლმე რომ თითქოს ახლა აი აქ ეს 8000 წელი ქართველები ნუ ალბათ ნაწილი მათი ნაწილი რა თქმა უნდა მონაწილეობდა მაგ ყველაფერში მე მოგვიანო პერიოდში მაგრამ ეგეც გასარკვევია დასაზუსტებელია და ბევრი სამუშაოა გასაწევი მაგ მხრივ. მოკლედ ჩვენ ვხედავთ რომ აი ეს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ჰაპლოჯგუფების ანუ გენეტიკური მარტივად ვთქვათ გენეტიკური წარმოშობის ადამიანებმა შექმნეს ქართული სახელმწიფო. რაც ნახეთ მეგობრებო, ეს ყველაფერი არის სულ რაღაც 60-80 კილომეტრი თბილისიდან. გადაჭრილი გორა არის 60 კილომეტრი, თუმცა აი თავინარას ვხედავთ იქ იყო 80 კილომეტრისაც. რეალურად ძალიან ახლოს არის და ეს თან მნიშვნელოვანი რა არის, ხო, რომ საქართველო არის მართლა ყველა ეპიზოდში ვამბობთ ხოლმე მაგას, რომ ერთ შეხედვით პატარაა, მაგრამ ძალიან დახუნძულია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადგილით, ისტორიული ადგილით, ხო და სოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ადგილებით, როგორიც არის გინდაც თბილისი და რო გაქვს ადგილი 60 კილომეტრში, სადაც ნახულობ, რა ვიცი, ანუ უძველესი ღვინის თუ ხორბლის კვალს, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. მათ შორის ის, სადაც ჩვენ ამბობდი, ხო, სადაც ვიყავით ასული მღვიმეზე, რომ ამბობ, რომ რაღაც ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ხო? და ზოგადად საქართველოში, რაც ეხლა საერთოდ მომთაბარე პოდკასტი დავიწყეთ, არის, რომ მოგზაურობთ და ყველგან ხედავთ ხოლმე ისეთ ადგილს, სადაც მართლა უფრო მეტი პოტენციალია. უბრალოდ ათვისება უნდა და რა ვიცი. ხო და ალბათ შეგვიძლია შევაჯამოთ და რავი რამეს თუ გვეტყოდი ბოლოსკენ და იმით დავიწყებ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეგეთი აი ესეთი სიუჟეტები ბევრი იყოს იმიტომ რომ სამეცნიერო ინტერესი აშკარად არსებობს საზოგადოებაში და ეს ინტერესი უნდა გაღვივდეს რა და მეორე მხრივ საჭიროა რომ აი ეგ რესურსი რასაც ქვია ეს
კულტურული მემკვიდრეობა, ბუნებრივი მემკვიდრეობა, ანუ სამეცნიერო რესურსის სახით იქნას, ანუ სამეცნიერო თვალსაზრისით იქნას ათვისებული, რომ აი ქვეყანაში მეცნიერება განვითარდეს და ამან მერე უბიძგოს საზოგადოების ზოგად განვითარებას და მეორეს მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ამდენი ძეგლი როცა გააქვს რეგიონში არ შეიძლება რომ ესე ყურადღების მიღმა დარჩეს, ხო? და თუ ადამიანები ეცდებიან რომ მეტად მიაქციონ ყურადღება ამ ძეგლებს და მეტი ინფორმაცია მიიღონ, რა თქმა უნდა, ეს იმ თვალსაზრისითაც იქნება კარგი, რომ ეს ამ ინტერესმა შეიძლება უბიძგოს მერე უფრო აქტიურ სამეცნიერო პროცესების აღმოცენებას რა და გონია რომ ერთი მხრივ ეს მონაწილეობა რაღაცნაირად საზოგადოების ამ პროცესში გადამწყვეტია და ამის საშუალებას იძლევა, რა ვიცი, ეს ქვეყანა და გონია რომ შესაძლებელი იქნება მომავალში რომ კიდე უფრო გავააქტიუროთ ეს მიმართულება და თქვენნაირი გადაცემები, მოკლედ აი ეს სიუჟეტები ამას ხელს შეუწყობს ნამდვილად. ხო, თან საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ხო ამ ხრივ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება მართლა ბევრმა არ იცოდეს რომ, რა ვიცი, აგერ თბილისიდან 60 კილომეტრში ესეთი მნიშვნელოვანი ძეგლია და როგორც უკვე ვთქვი, საერთაშორისო დონეზე დაფასებულია, ხო, იმიტომ რომ რა ვიცი, აგერ ბევრ სამეცნიერო სერიოზულ ჟურნალებში დაწერილი ზოგმა ტოპ 10-ში შეიყვანა საერთოდ სოფლიო აღმოჩენის მნიშვნელობის მხრიდან, ზოგმა შეიძლება 20-ეულში შეიყვანა, მაგრამ ძალიან ბევრს ნიშნავს ეს. მადლობა ნიკოლოზ, მოკლედ ჩვენთან ერთად რო იყავი და თქვენს დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. თქვენი მხრიდანაც რა ვიცი, გაზიარება იქნება, დაკომენტარება იქნება, ესეც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კონტენტი უფრო აქტიურად გავაშუქოთ, უფრო აქტიურად გავავრცელოთ და ჩვენი მხრიდან გვპირდებით რომ არ მოგაწყენთ და შემდეგი ეპიზოდიც გექნებათ სულ მალე.